ესეთი წითელი კობლებიანი დიდი გასქური. სალამი, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე? ეხლა ხანს მოვჭი თევზაობას, ინტროს ჩაწერა ვერ მოვასწარი და რა ხდება დღეს ახლა ვიდეოში. სამსახურიდან რომ წამოვედი, გადავწყვიტე რომ ერთ პატარა ტბაზე შესულიყავი, ამ იქ არაფერი არ ხდებოდა. მაგის გამო გადმოვედი ჩემს სახლთან ახლოში. არის კიდევ ერთი ძალიან პატარა მომცრო ტბა, ჩემი საიდუმლო ლოკაცია არის ასე ვთქვათ და ძალიან მაგარი სესია ჩავატარე კალმახზე. თან დაპირებული ვიყავი კალმახის ვიდეოს, პასიურად დაიწყო ყველაფერი. საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, სად სატყუარები, ხელოვნური სატყუარები, მყარი სატყუარები ზედაპირული და მე ერთი AliExpress-დან გამოწერილი პატარა სატყუარა აღმოვაჩინე ჩემს ჩანთაში, ასე ვთქვათ და იმ სატყუარამ ჩაატარა, ასე ვთქვათ, პატარა კალმახები იყო, ძირითადად წითელკოპლებიანი, სანამ გული გაგისკდებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ნორვეგიაში ჩვეულებრივი თემა არის წითელი კალმახი, არ არის გადაშენების პირას, არავინ არ ებრძვის და არ კლავს დენით, ასე ვთქვათ და ჩვეულებრივად შეიძლება მასზე თევზაობა. იმის გამო, რომ წინა ტბაზე ვიყავი კარჩხანებზე წასული, ასე ვთქვათ, და კარჩხანების მუღამი მქონდა დღეს, ჩვენგან ბადე თან არ წავიღე. და მაგარი გავწვალდი. მოკლედ ჩაუჯექით და ისიამოვნეთ. აბა. ავიჭერეთ პატარა კალმახუკა. და დავისვოლოთ ხელი. ებზაკით. აკითარაკით. Aba. Aba. Opa. ეს უკვე ნორმალური ზომის არის. ნორმალური გეუშვენიერია ზომა. ესეთი წითელი კობლებიანი დიდი გასქური. ნორვეგიაში წაყვანაც შეიძლება და რაღაცა სამწუხაროდ დღეს ბადიან მქონდა წამოღებული, იმიტომ რომ სხვა ტბით დავიწყე თევზაობა. და აქ მოვედი და კაი 1 საათია უკვე ვარ თუ არა რა საათი, 2-3 საათია უკვე აქ ვარ და ეხა გადავედი იმებზე, რა ქვია, ცოტა სხვა სატყუარებზე და ვიპოვე რა, მივაგენი. ყველაფერი ვცადე აქამდე, სილიკონი იყო, ის იყო, ეს იყო. ეს ტბა არის ჩემი სახლის გვერდით, იმენა. ჩათვალეთ აი აქ ცხოვრობ. უბნის ტბა არის, ასე ვთქვათ. აი ესეთი პატარა მინიატურული ობლერი თუ რავი რაც გინოთის დაარქვით, ძალიან პატარა რამეა. როგორ დახტნობენ, როგორი აქტიურობა, ნეტა რომელი საათია. ჩავინიშნე. 19:08 ხდება თო. ანუ 7:08-კენ შეიძლება ხოლმე აქ ამოსვლა. აჰ, ბლად. ოპა. კაი რა. მეთქი და მე გადავებიან დღეს თო. რა ჯანზე არის? რატო ვერ იჭერს? ანუ არ არის დიდი სატყუარა, არ არის დიდი კაუჭი. რა ხდება? გამაგებინეთ. აი დაწვდი. აბა დაწვა. აუ შეძრა სადღაც ჯანდაბაში. ამი გამოყვანა იქნება ეხლა მაგარი ბრიგოლი. არ გარიჭედა, გაიძრო ბრატ. გაიძრო და მე გამხლართა. ჩემი კიდე დაარტყა. მაინც ხომ მოგატყუე რა. აი პატარა არის. Так. Кэчит.
აქეთ მომიწია გადმოსვლა რომ გამომეყვანა. ძლივს იმენა დარტყმა ვერ დავაფიქსირე მე მგონი, მაგრამ არა არის დიდი. მაგრამ არა ნორმალური ზომა. ებზანდით. გიჟი გადარეული. ნორვეგიაში წითელი კოპლებიანი კალმახი იქნება თუ ბრუკტრაუთი იქნება, რაც არ უნდა იყოს, ჩვეულებრივად შეიძლება წაყვანა, იმდენი არის ამ ქვეყანაში ეს თევზი, რომ ანუ არ არის არანაირად გადაშენების პირას როგორც საქართველოში. და ხო რა, ამ თემა არის რა. თავარი არის რომ ლიცენზია გქონდეს ნაყიდი თევზაობის დროს და ანუ ყველაფერი ჯიგრულად იქნება რა. ჩემი სახელიდან ვარ ახლა წეღანას თქვი მე მგონი, მაგრამ აი 5-10 წუთში რა დაახლოებით უცბად შემოვირბენ ხოლმე აქა. წინა სეზონზე აქ მაგარი გავერთე, რასაც ქვია. არჩე აქედან პატარა მდინარე ჩამოდის. მანდაც შევაგდოთ რამოდენიმე ვნახოთ, იმიტომ რომ ოქსიგენი არის, ესენი აქ კიდე დახტუნაობენ, ნახეთ 1 2. ნახე ეგ კიდე. კარგი ბატონო, კარგი. აჰა, აქ დგანან იმენა ჯილ. რამდენიც გინდა იმდენი. აბა გავატაროთ. ოპა. შეპირებული მე მგონი ჩაბარებული არა ხალხო. და გაიძრო. ჯიგარი ხარ, რომ თვითონ გაიძრე, არა უშავს. იმას ვიძახი, რომ იქიდან ჩამოდის ჩანჩქერი და იქ არის ოქსიგენი, ასე ვთქვათ, მაგრამ რატომღაც ტალახი აქვს ჩამოტანილი და რაღაცა და ნუ იქაც არის რაღაც აქტივობა, მაგრამ ძირითადი აქტიურობა აქ ხდება. მინდა ცოტა ხანი იქითაც გადავიდე, მაგრამ გადავიდეთ. просто გამოსაყვანოთ იქ ძალიან ცუდი ადგილია, რომ თქვენ ხო ვერ წარმოიდგენთ როგორ მაგრად მიხარია, რომ ცოცხალი არის ეს ტბა, ესეთი ცოცხალი არის. და რაღაც პონჩი ცოტა არ ყოს და გული მქონდა დაწყვეტილი ამ ტბაზე, იმიტომ რომ ვიყავი ადრე გაზაფხულზე მოსული და საერთოდ არაფერი არ იყო აქტიურობა და ეხლა რომ ხედავ ამდენ ამოხტომეებს აქტიურობას და რაღაცა მიხარია, რომ ანუ თევზი არის და მაინც ჯიგრულად არის და მეგონა რომ პოლონელები გაწყვეტავდნენ. ავიცი აქ რამდენჯერაც მოვედი, იმდენჯერ დამხვდნენ იმენა ჭიით და იმენა მიყავდათ და ხოაზე ხა მეთქი ამოასუფთავებენ მეთქი, აი ჩარტყმა იყო მომენტში ხა. მოფრთხილებაა საჭირო, ასე ვთქვათ რა. ეხლა მე კი ვარ ჩოგანბადის გარეშე და რაღაცა აი ხელს ვისველებ მაინც და წესით გადარჩება და ყველაფერი ჯიგრულად იქნება. აუ რა ხდება წყალში ბიჭო. თან მე რო აქ პირველად ვითევზავე, სილიკონით ვეყავი და 0.6 გრამი მქონდა დამაგრებული. ხო და ნუ ეგრე გავაგრძელე თევზაობა. ოპა. გავაგრძელე თევზაობა და მე ერთხელ ვობლერი ვცადე და იმის მერე ანუ ვობლერის ეფექტი რო ვიგზენი ხელში. იმის მერე აღარც მომინდა სხვა არაფერი, იმიტომ რომ აი იმენა ურტყავს მომენტალურად ხელში. ესეთ პატარა არის, მტკაველი არც არის რა. დავისრულოთ ხელი. აი და ნუ გაიძრო თავისით. ოკეი, ჯიჯი. ხელს მოკიდებ და ისე გამოვიყვან მეთქი, მაგრამ ეგრე ჯობია. ეგრე ბევრად ჯობია, ხო არ გადავალ. ხო და ეს ვობლერის ეფექტი ძალიან შემიყვარდა რა, იმიტომ რომ მოგაქვს და მომენტალურად დუნკ ხელში იმენა. და მაგას არაფერი არ ჯობია, მეტეს ესეთი მგზნობი არ ეჯოხით. კიდე. ბიჭო, ეს კაი ზომა უკვე. ეს კაი ზომა ვიღებ. ეს ნორმალური ზომა უფრო. ის ძალიან პატარა იყო, იქნებ თავისით გაიძროს. აი, გაჩერდი. აჰა, გაიძრო. ეხმაროთ ცოტა. აბა, მიდი ჯიგარ. აი ეგრე. კაი ბიჭი. ძალიან მაგრად ასწორებს. და მე მგონი ლაიქს და გამოწერას იმსახურებს ჩემი აზრით. წავიდა. ოპა. ეს ძალიან პატარა, მაგრამ რა სიბზვის ბიჭო გადავირევი. ვარ გადავყო.
ამდენია მოხტომები რა. იგი დაგაზე ხა. აი, შენ რო იცი ხოლმე. ჯიჯი. მზე ჩადის 9 საათი ხდება უკვე და თავიდანვე უნდა მივხვდარიყავ რომ ზედაპირული არა იყო, მე არც ფსკერზე არ იღებდა და ძალიან დიდი დრო დავკარგე უაზრო ექსპერიმენტებში. გადავსულიყავი პირდაპირ საშუალო შრის იმაზე რა ქვია, ყარსატყუარაზე მოსდევს. აბა. ოღონდ ჯამპატალა ბიჭო გაიძრო კიდე კა. ჯიჯი. გადამხლარ თაკინა. ლოლ. მაგ თოლებიც აქტიურობენ, ხედავ? თოლებს უნდა უყურო გააკა. რაც თოლები არიან ყველგან ისინი თეზეც იქ იქნება. ეს კაიზომა და რაღა აქ დაჯდა კაიზომა. ცოტა მოვუშვათ. ოპა. ჯერ არც დამენ. აი, შეაქრია ბალახში. აი, ბლა. ასე. აი. მიდი. დაინახეთ ხო? ლოლ. ჩოგან ბადე რო არა მაქვს და რაღაცა ვერ გაჩვენებთ ამ ახლო კადრებს ხოლმე და GoPro-s კადრები რაც არის იმედია გაგისწორდება. რა ვიცი მაქსიმალურად ვეხარჯები. ერთხელ 3 ცალი წავიყვანე მაინც და ჩემს ბავშვს ევასება ძალიან. 4 წლის ბიჭი მყავს და მას ძალიან ევასება. ჯერ თამაშობს ხოლმე და მერე შევწვით. კაი ადგილია რა, ეხა ხანდახან სეზონის ბოლოს ამოვიყვანე, მაშინ წუმპეში და წვიმაში და ქარში და სიცივეში ვიდექი აქა და წავიყვანე 3 ცალი. სხვათა შორის მაშინ გავიგე პირველად როგორი ეფექტური არის კალმახი ვობლერზე. თან ეხა ტოჟემნე კალმახი რა, ესენი რა პატარები არიან, მაგრამ ნუ ხო იცით რა კალმახის ბრძოლა როგორი არის, ვინც იცით იცით. პატარა. აი, თავისით გაიძრო. ძალიან კარგი, ძალიან კაი. ეგასწორებს თავისით რო იძრობს, მაგრამ გვასი ამონა, რა თქმა უნდა, მაგრად. ხადაო. ლოლ, რა წაიღო? რა გაჩვევი აქ. ესეც კაიზომა, ეს უკვე კაიზომა. დავსვენოთ. ასე ვარ. ასეთი. ვიბძანდით. აბა. გასიპოვი. რა ხდება? გადაწყვიტე ხა. არა, დიდი ფრიქციონი მქონდა მოშვებული, просто რა საკაიფო წაიღო. так. არა, არც ისე პატარაა სიმართლე გითხრათ. სტანდარტული ზომა. დღეს იმინა ჩემი ჯოხი ვამუშავე. კარგათაც აქვს გამოდებული. ოპა. ეი, მელია დაკრაჭაობია.
ეს პატარა. წავიდა. მოკლედ, დავამთავრე დღევანდელი სესია. წავედი ახლა სახლისაკენ, ძალიან მაგარი ნასიამოვნები და მაგრად გავერთე, რაც თავარი არის. კი გავწვალდი იმის გამო რომ ჩაგამბადი არ მქონდა წეს წამოღებული. ან როგორც ეხან გითხარით, სხვა ტბაზე ვიყავი და ვაფშე სხვა თევზი მქონდა მიზანში, ასე ვთქვა და იქ რო არაფერი არ ხდებოდა და რაღაცა გადმოვედი ისევ აქეთკენ, ჩემთან სახლთან ახლოში და ძალიან მაგრად ვისიამოვნე. იმედია რომ თქვენც ისიამოვნეთ, იმედია მოგეწონებათ ვიდეო და არ ვიცი, შეპირებული ჩაბარებულია, ხო გითხარით განვახსენეთ კი და აჰა, გალმახი. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე. კარგად.